ქართული ოცნების ხმოსნების მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაბელაშვილის ინაუგურაცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში 29 დეკემბერს გაიმართება. პროცესი 11 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. შალვა პაპუაშვილის თქმით, რომელიც ინაუგურაციის საპროტოკოლო ნაწილს განსაზღვრავს, ელჩები და უცხოელი სტუმრები ღონისძიებაზე მიწვეული არ არიან. 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოცხადდება, შესაბამისად საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს შეუშვებენ. მათ ინაუგურაციისთვის თვალისდევნება მხოლოდ საგანგებოდ მოწყობილი მედია სივრციდან შეეძლებათ. პარლამენტში ვერ იმუშავებენ ონლაინ მედიის წარმომადგენლები. ქართული ოცნების ხმოსნებმა საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაბელაშვილი 14 დეკემბერს აირჩიეს. მან ერთ კანდიდატიან არჩევნებში მონაწილე 225 დელეგატიდან 224-ის ხმა მიიღო. პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ბარიერგადალახულ ოპოზიციას. ისინი პრეზიდენტის მოქალაქეების ნაწილისა და საერთაშორისო პარტნიორების მსგავსად ფიქრობენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია.